სამაშველო ოპერაციის მეოთხე დღეს მტკვარში ნაპოვნი 4 ადამიანის ცხედრიდან 3 იდენტიფიცირებულია. ამ დრომდე მიმდინარეობს გიორგი სამუშიას ძებნის ოპერაცია. მდინარიდან ამოსვენებული ცხედრებიდან ერთ-ერთი 24 წლის უტა ელიავას ეკუთვნის, მეორე კი 21 წლის აითა ჯმამედოვას. იდენტიფიცირებულია 34 წლის გიორგი ალავიძე. სტამბოლში მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათში რუსეთმა უკრაინაში სამოქალაქო მიკროავტობუსზე იერიში მიიტანა, დაიღუპა 9 ადამიანი. სირიის საგარეო სრთხოვე ასადის გადაწყვეტილება გააუქმოს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიად აღიაროს, განაცხადა ჯო უილსონმა. პრემიერი, რომელსაც კარგი იქნებოდა თმა შეეჭრა განაგრძობს შეტევებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაზე. ის წუწუნით ახსავსე წერილებს აგზავნის, თქვა ადამ კინზინგერმა კობახიძეზე on-time-თან ინტერვიუში. მიმდინარე წლის 3 თვეში ავღანეთიდან საქართველოში 15 ტონა ყურძენი შემოვიდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.